მოგესალმებით მეგობრებო, გიგა გორჯელაძე და გიორგი გურჩიანი, კამერდონის საქართველოს სამსახურში. დღეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენს პოდკასტებში შემოუერთდა ჩვენი პირველი სტუმარი, გაბატონი სალმე ნადირაშვილი, ექიმი, ნარკოლოგი. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამა არის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა და დღეს გადავწყვიტოთ, რომ არა ვთქვათ ისე დილეტანტურად, როგორც სხვადასხვა პოდკასტებში მე და გიორგი განმარტავდით ხოლმე ნარკომანიით გამოწვეული პრობლემების მთელ არს, არამედ უშუალოდ პროფესიულ დონეზე განვიხილოთ დღეს ეს აბსოლუტური რაც ნარკომან ადამიანებს აქვთ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დროს. Გაბატონო სალმე, კარგით სანით მოგვიღებით თქვენ შესახებ და მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნარკოლოგი, უკვე 3 წელია ვმუშაობ ამ სფეროში. საკმაოდ სასიამოვნო არ ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი დღეს დეფიციტიც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში არის ნარკოდამოკიდებულებას როგორც პრობლემაზე საუბარი. ამაზე ალაპარაკობთ საკმარისად ხმამაღლა, არადა ეს არის ერთ-ერთი პრევენციის მნიშვნელოვანი გზა. ამიტომ მისამნებელია ის ამბავი, რომ ამ ყველაფერზე ჩვენ დღეს სასაუბრო შევიკრიბეთ. უღრმესი მადლობა მეც მინდა გადავუხადო, დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან. ძალიან შემთხვევით მოხდა ჩვენი შეხვედრა. რადგან ამ თემით ვარ დაკავებული, სკროლავ რაღაცებს, მაინტერესებს თუ რა ხდება საქართველოში და შემთხვევით წავაწყდით TikTok-ში თქვენ გვერდს. და მართლა კარგად გაშალეთ ყველაფერი თუ რამეზე ლაპარაკობდით, კარგად ილაპარაკეთ და აი გულში ისე ვიფიქრე რომ ამ ადამიანს დაუძახოთ ჩვენ დიდი სიამოვნებით შეიძლება მოვიდეს და მართლა ასე გამოვიდა პირველივე წელზე და სხვასაც ვთხოვთ თუ ვინმეს უნდა ჩვენ ერთად ლაპარაკით გაუგზავნოთ წელი რომ მოგზავნეს იმიტომ რამდენიმე წელი გაუგზავნეთ და არ უპასუხობენ. ხო, სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია გვაქვს. მოკლედ დავიწყოთ მაშინ უშუალოდ დეტალურად საქმეზე საუბარი. პირველი კითხვა რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, შემდგომია. მოკლედ იურისტები თვლიან სამართლის თეორიის მიხედვით, რომ ნარკომანია ეს არის წმინდა თეორიულ სამართლებრივი საკითხი, რომლის მიხედვითაც არის სპეციალურად შექმნილი სია, რომლითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფოები, იმიტომ რომ ნარკომანიასთან ბრძოლა ეს ტრანსნაციონალური საკითხია და თუ ნებისმიერი ნივთიერება ამ კერძოდ განსაზღვრულ სპეციალურ სიაში აღმოჩნდება, მხოლოდ ეს ნივთიერებები ითვლება ნარკოტიკულ საშუალებად. პირობითად, მაგალითად, ხა ამ სიაში რა თქმა უნდა არის კოკაინი, მაგრამ თუ სახელმწიფოები გადაწყვეტენ დღეს რომ კოკაინი ამ სიიდან ამოიღონ, სამართლის მიზნებისთვის კოკაინი ნარკოტიკული ნივთიერებად არ ითვლება. მე მინდა განვიხილოთ სამედიცინო თვალსაზრისით, რა იწვევს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, არსებობენ ხო სამართლიდან გამომდინარე ვიცი სომატონარკომანები, რომლებსაც ფიზიკური ტკივილების დასაუგებლად სჭირდებათ ნარკოტიკული ნივთიერებები, მაგრამ ეს უფრო ფიზიკური საკითხია თუ ფსიქოლოგიური საკითხი? აი ეს მინდა რომ გავიხილოთ. ნარკომანია ეს არის ბიოფსიქოსოციალური პრობლემა. ანუ მოიცავს ბიოლოგიურ პრობლემას, როგორც ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ ერთეულს, ანუ ფიზიოლოგიური საკითხები არ ეკონტროლებს საინტერესო, არის ფსიქოლოგიური, ანუ მოიცავს ადამიანის ფსიქიკას და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულების საკითხებს და სოციალური, ანუ ეხება ის არა მარტო ინდივიდს, არამედ ამ ინდივიდის გარშემო არსებულ სოციუმს, იქნება ეს მისი ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, თანამშრომლები თუ უფრო ფართო მასები, უკვე ფართო მასშტაბით რომ გავიძეთ. დამოკიდებულება ეს არის ქრონიკული დაავადება, რეალურად როგორც ვთქვათ, სიმსივნე აქ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს როგორც ასეთი გამოჯანმრთელება, მაგრამ გვაქვს რემისიები, ანუ თუ კი მოხდა მართვა ამ მდგომარეობის, ჩვენ შეიძლება გავიდეთ საბოლოოდ კარგ შედეგებზე. რას ნიშნავს თვითონ ნარკოტიკი? ანუ ეს სიტყვა უფრო გამოიყენება ფართო მასებში, მაგრამ რეალურად ჩვენ გულისხმობთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ანუ ეს არის ნივთიერება, რომელსაც აქვს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, ჩვენს ნერვულ სისტემაზე. და რაც მთავარია, იწვევს ჩვენ ქცევის ცვლილებას, იწვევს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დამოკიდებულების განვითარებას. დამოკიდებულებას თავის მხრივ არის ორგვარი, ეს არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ხო, ფიზიკური დამოკიდებულების დროს ჩართულია ამ პროცესში ყველა ორგანოთა სისტემა. ადამიანმა თუ შეწყვიტა მოხმარება, ეგრეთ წოდებული ლომკა ბჭყალებში იწყება, ეს არის აღკვეთის მდგომარეობა და მოდის ეს ფიზიკური სიმპტომატიკა, როგორც არის გაუსაზრდელი ტკივილები მაგალითად. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დროს ხდება ადამიანი ვიჯაჭვული ნარკოტიკზე, მას უკვე ეკარგება უნარი, მიიღოს განწყობილება, მოიხმაროს თუ არ მოიხმაროს, ანუ დამოკიდებული ხდება ფსიქოლოგიურად, მის ფსიქიკას სჭირდება ეს ნივთიერება, რომ ჩვეულებრივ ძალიან მარტივად უბრალოდ ფუნქციონიროს ყოველდღიურად და ლოგინიდან ადგეს რაღაც გარეთ გავიდეს. ასე რომ ეს არის საკმაოდ მასშტაბური პრობლემა იმ მხრივ, რომ მოიცავს არა მარტო სამედიცინო, არამედ ძალიან ბევრ კიდევ საკითხსაც.
ძალიან სამწუხარო კი გასაგებია პირველ რიგში ჩვენ რადგან ვილაპარაკეთ თავიდანვე ხო საქართველოში რომ ჩამოვედი ახლა ჩვენ მომაყურებელმა იცის რომ დიდი ხანი ვიცხოვრე ემიგრაციაში და ძალიან საშინელი მდგომარეობა დახვდა არ იყო ჩვენ დროს რომ მიდიოდი ამდენი ნარკომანია ასე და ახალგაზრდებში ანამეტანია ნარკოტიკების შემოსული მით უმეტეს დეკრიმინალიზაციამ თავისი ცუდი სამსახური გაუწია მე მგონი ახალგაზრდებს იმიტომ რომ ყველგან როგორც ასე რომ თქვა კულტურად მოსაწევის სუნია ყველგან ბოთლები და რაღაცა საშინელება თან რასაც უყურებ ხო უკვე მშობლებისაც არ ედიდება და უფროსი თაობისაც არ ედიდება და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი ორგანიზმის არის კანაბისი როგორ მარიხუანა კანაბისის კი ბატონო აი ამაზე რა სიტყვით რადგან ასე გახშირებულია გავლენა აქვს მარიხუანას სამწუხაროდ ნამდვილად რთული სიტუაციაა ჩვენ ქვეყანაში და ეს არის პროექტში განპირობებული ცნობის მოყარებით, იმიტომ რომ ადამიანს თავის მამოძრავებელი მომენტები აქვს, ერთ-ერთი არის გადარჩენის ინსტინქტი და მეორე არის ალბათ ცნობის მოყარება. ამიტომ რატომ სინჯამე რომ გკითხოთ, ხო, ეს არის ძირითადად, მეგობარმა მირჩია, სხვების გამოცდილებას იზიარებენ და არ უფიქრდებიან ამ ყველაფრის გვერდით ეფექტებს. რაც შეეხება მარიხუანას, მარიხუანას მიმართებაში არის ხოლმე ყველაზე დიდი კამათი. მარიხუანა არ არის ნარკოტიკი. ეს აქვთ არგუმენტად ძალიან ბევრ ადამიანს. ამას მოყვება ხოლმე ის ამბავი, რომ მცენარეულია, მცენარეულად განცდაზე კი კარგია, ეს ხო ღმერთმა შექმნა და ასე შემდეგ. რეალურად მცენარეულია ძალიან ბევრნაირი გარდა ყველა ნარკოტიკი პრინციპში, თუმცა ამასაც თავისი ისტორია აქვს, ანუ მცენა ესე ღმერთმა შექმნა, ესე არ ყოფილა ნამდვილად ნარკოტიკების შემთხვევაში. ის ნივთიერება, რაც მავნია ნარკოტიკში, რეალურად მცენარეებმა თვითონ გამომუშავეს ალკალოიდები, ანუ ალკალოიდები გამომუშავეს მცენარეებმა იმისთვის, წლების წინ რომ თავი დაეცვათ ცხოველებისგან ადამიანებისგან რომ არ შეეჭამათ ეს მცენარეები ხო ცხოველებს ხო წარმოიდგინეთ თქვენ რომ ირემა თქვათ შეჭამა ბალახი დაემართ ჰალუცინაციები ხა ეს ირემი ბალახს აღარ გაეკარება ლოგიკურია ხო ძალიან მარტივია მაგრამ ადამიანები ეს ჭკვიანები არ ვართ როგორც ჩანს როგორც ცხოველები ამიტომ ჩვენი თქმით ჰალუცინაციები გამოვიწიოთ ჩვენი თქმით ცნობიერება შევიცვალოთ ამიტომ ეს ჩვენი ცნობის მოყარება საბოლოოდ მიდის საკმაოდ სულ შედეგებამდე მარიხუანასთან მიმართებაში ეს პრობლემაა რეალურად რომ არ აღიქვამენ როგორც ნარკოტიკს არა და ყველა ადამიანის ისტორია ვინც არის მომხმარებელი იწყება ძალიან მარტივი ფრაზით გავსინჯე მარიხუანა მარიხუანა არის ერთგვარი კარიბჭე არის გამშვები ნარკოტიკი იწყება ყველაფერი მარიხუანით და უკვე გრძელდება შემდეგ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებით ამ დროს სამედიცინო სხვა არსებობს როგორც ჩვენ რა ვიცი კი ბატონო თუმცა ის საქართველოში ძალიან რთულია ხოლმე ადარებენ ხა იქ ნიდერლანდებში პორტუგალიას მე მესმის მაგრამ ქართველები კავკასიელები ვართ და ჩვენ შორს ვართ მოცემულობით ევროპული აზროვნებისგან ევროპაში თუ კი ექიმმა დაუნიშნა ადამიანს, თუმცა ოპიოიდური ჯგუფი ხო ერთ ტრამადოლი ასე შემდეგ, პრეპარატები იქ ის ადამიანი იღებს იმას კონკრეტული დროით. საქართველოში რომ ადამიანში დაუნიშნა ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკი, ამ ყველაფრის მიღებას გააგრძელებს მთელი ცხოვრება. იქნება ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ამ ყველაფრით, ხო? ანუ ჩვენ არ გამოგვადგება ევროპის მაგალითები ამ შემთხვევაში. ჩვენთან რაც ხდება მარიხუანას ხრივ, ჰიბრიდული ჯიშებია ეს რა გამოყავთ უკვე აღარ იცის არც ერთმა ექიმმა რეალურად და THC შემთხვევაში რაც არის მთავარი აქტიური ნივთიერება მარიხუანას, ხო? ჩემი მამების თაობაში თუ სხვანაირად იყო, დღევანდელ თაობაში არის გაცილებით გასწრილი. ანუ ის ფსიქოაქტიური კომპონენტი, რაც მარიხუანას აქცევს ჭალებში ცუდად, ხო, ჩვენთვის არის საკმაოდ გასწრილი დღეს უკვე. ამიტომ ჩვენი მამების მაგალითები ჩვენ თაობაში აღარ გამოდგება, ჩვენ თაობაში არის სრულიად სხვა რეალობა. რეალობა არის შემდეგი, რომ მარიხუანას ერთხელ მოხმარებამაც კი შეიძლება ჩვენ მოგვცეს ფსიქოზის განვითარება და ადამიანმა დაასრულოს ფსიქიატრიულში უბრალოდ. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ აი იმ ნაწილში, რომ ქართული საზოგადოება მზად იყო ამ ყველაფრისთვის. 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე პროგრესული გადაწყვეტილება შემიძლია ასე შევაფასო, რომელსაც მე პირადად ვიყენებ ხოლმე არაერთ პრეცედენტში, მაგრამ საკითხი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მართლაც ბრწყინვალე შემადგენლობამ დაახლოებით 20-25 წლით გაუსწრო საზოგადოებას. იმიტომ რომ და ამას სახელმწიფო არ მისცა შესაბამისი შეფასება იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდა მარიხუანას ანტიპროპაგანდა. საზოგადოებამ ვერ გაიგო, უნდა მოიხმაროს ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ვიცი რომ ბევრმა აღიქვა რომ საერთოდ აღარ არის მარიხუანა ნარკოტიკული საშუალება და დაიწყო მისი აქტიური მოხმარება შესაბამისად ხაზი გადაუსვეს მის მავნე გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და თანაც სამწუხაროდ ნარკოტიკული ნივთიერებების თავს სისხლის სამართლის კოდექსში რომ ჩავხედოთ ამას პრაქტიკულად ყველა პოდკასტზე ვამბობ და კიდევ ვიტყვი აუცილებლად რომ
საკონსტიტუციო სასამართლოზე გადაწყვეტილების რეალური აღსრულება არ მოხდა. იმიტომ რომ სახელმწიფომ კანონმდებლობა გააუქმა კონკრეტული ნორმატიული შინაარსები, მაგრამ ახალი არ შესთავაზა საზოგადოებას 10 წელზე მეტია უკვე გასული, ხო ეს დაკონსერვებულია, გააუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი კონკრეტული ნორმები, მაგრამ ახალი არ დაიწერა. ამიტომ ამ მიმართულებით აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან წინ გაუსწრო საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან პროგრესული გადაწყვეტილებით და იდეაში სწორიც არის, იმიტომ რომ გაუქმდა რაღაც თვალსაზრისით კონკრეტულ ზღვრამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. აი რაც ფიქრობ რა უნდა დაერეთებინა სახელმწიფო. სახელმწიფოს უნდა დაეწყო პირველ რიგში ანტიპროპაგანდა. რომ აი დავიწყეთ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეს დეკრიმინალიზებულია, მაგრამ ამისი მოხმარება არის სრული. ასევე სახელმწიფოს უნდა ამ პროპაგანდის ნაწილში უნდა ეთქვა ის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დეკრიმინალიზაცია მოახდინა კონკრეტულ ზღვარამდე, ამ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ მავნე ეფექტები დაიკარგა. ხო? იმიტომ რომ საზოგადოებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღიქვა იმგვარად, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვატყუებდნენ, მარიხუანა ცუდი არ ყოფილა და ჩვენ შეგვიძლია მოვიხმაროთ. და მე სხვათა შორის ცოტა ისეთმა ბოროტმაერებმა დაიწყეს იმის საუბარიც ტელევიზიებში, მათ შორის რომ თურმე ორგანიზმისთვის დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია მარიხუანას და მარიხუანას მოხმარებით რაღაცები იმბობნება. ხო, აი ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ჩემი აზრით საბოლოო ჯამში იქამდე და ნუ სახელმწიფომ მე ამას სულ ვამბობ, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზება უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებას. გაურკვეველი იცით, აი მოხმარება შეიძლება, კულტივაცია არ შეიძლება, ტარება არ შეიძლება, მაშინ როგორ უნდა მოიხმარო, საიდან მოვიდა ეს რაღაცა ჩემთვის გაუგებარია რა და საიდან მოვიდა ჩემამდე თუ არ შემიძლია ეს და რა არაფერი თუ აი ეს სამწუხაროდ ასეა. კარგით, სხვა პრეპარატებზე რო გვაქვს ჩვენ პროგრამა როა სახელმწიფო პროგრამა მეტადონი, ხო? კი, ხო. მე ვაფშე ვთვლი ამას საშინელებად. აი, თქვენ რას ფიქრობთ მეტადონის? რეალურად პროგრამას შეიძლება ჩვენ გვაქვს მეტადონის პროგრამა და გვაქვს ბუპრენორფინის ჩანაცვლებით თერაპია, ამას იდეაში აქვს თავიდან თავის დანიშნულება. დანიშნულება არის რა? არის შემდგომი, რომ ადამიანები თუ კი მოიხმარენ ამ ნიუტრიენტებს იქამდე ძირითადად ინტრავენულად, ხო, ანუ იყენებენ ნემსებს და ამით ხდება დაბინძურება, ხდება 1000 კვარი დაავადების გადატანა, როგორც არის ჰეპატიტისი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის საპრევენციოდ არის პროგრამა ჩანაცვლებითი, ანუ ადამიანები იქ მიდიან, ამ პრეპარატს სვამენ, ანუ პირის საშუალებით მიიღებენ და აღარ ხდება მოხმარება ინიექციური. ანუ შესაბამისად ჩვენ უნდა მოგვეხდინა ამ ყველაფრის პრევენცია, აი ამ ნემსებით გადამდები დაავადებების, ხო? ეს იყო იდეა და ამ იდეის მხრივ საკმაოდ მისამებელია, რომ არსებობს პროგრამები. თუმცა ის რაც დღევანდელობაში საქართველოში ხდება, ამ პროგრამის არასთანადოდ გამოყენება უბრალოდ მიდიან იმიტომ, რომ იმ მომენტში სანხარებთ რომ ნარკოტიკი იყიდონ და მოდი უბრალოდ მივიღებ ამ ნარკოტიკს, ხო? ხდება ის, რომ წლები ჩართულებელია და დოზის დაწევა არ ხდება. ამას თავის დანიშნულება აქვს, უნდა დოზა თან დაიწიოს, ჩამოდის მინიმალურის და მე რო ადამიანი მკურნალობს. თუმცა აი ეს მომენტები საქართველოში სამწუხაროდ დაკარგულია. პლუს მე როგორც ვიცი პირით გამოვაქვთ. მსგავსი არასათანადო მომენტებიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ გვაქვს. ესე იგი გამოდის, რომ სახელმწიფო ეს პროგრამა გააკეთა, მაგრამ არ უყურებს პაციენტს. გააკეთა კარგი მიზნით, მაგრამ ამას არ აქვს თანადო კონტროლი. კონტროლი ეს კონტროლი რამდენად შესაძლებელია, ეს კიდევ ცალკე საკითხია. კარგი, თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება ამ პროგრამის ან გაუმჯობესება ამ რაღაცას ვთქვათ შეცვლა შეიძლება ალბათ მეტად ჩართულობა ექიმების ამ პროგრამაში, იმ რა თქმა უნდა ექიმები მუშაობენ, მაგრამ ნახეთა ეს მომენტი, რომ დოზების თანატაკლება მოხდეს და ამას მოყოს უკვე გაგრძელება ლოგიკური, რომ ადამიანი გადაიყვანონ დაბალი დოზის შემდგომ უკვე კლინიკაში და ამა გაიაროს მკურნალობა, აი ეს უნდა იყოს მეტად ალბათ დალაგებული და გაკონტროლებული. იგივე არის არ თავიღლებიათ და იგივეს ლაპარაკით, ჩვენ აფხაზეთიდან რომ გადმოვედით, გაგვამტესეს სხვადასხვა რეგიონში და რაღაცა პერიოდი ვიცხოვრე გარდამაჟეთი, 3 წელი გარდამაჟში ცხოვრობდი და ახლა რო ჩავდივარ გარდამაჟში ამდენი წელი არ ყოფილვარ, აი რა ვიცი, ისე გული მიუკვდება ჯერჯერობით ჩვენები ძალიან ბევრი ზის რეგიონებში მithumetes ამ პროგრამაზე. პლუს არ დავიღლებიათ და იგივეს ლაპარაკით, რომ რა თუნდა ვინმე რო გვეომოს, როცა შევძლიათ ნარკოტიკების შემოგვიტანონ და ისედაც ვიხოცებით, პლუს ამ ყველაფერს ადამიანი მიყავს სუიციდამდე, ეს ძალიან ხშირად არის და თვითონ გემოგრაფიული
პრობლემა შექმნა ამ ყველაფერმა. რეალურად ეს სამი პრობლემა არის, რაც ხა თქვენ ახსენეთ. ერთი არის ის, რომ ეს არის ნელი სუიციდი. ასე არის მოხსენებული სახელმწიფოებში. რეალურად ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მოიხმარს ნარკოტიკს, თანდათან მის ორგანიზმი იშლება, ეს ძალიან ლოგიკური გავლენა არის ნარკოტიკებისა. მეორე არის, რომ სუიციდის რისკს დის რა მხრივ ხა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, როგორც არის იქ ალფა-პერიზდობული ამფეტამინად ხსენებული მეფედრონი, რომელიც პირდაპირ ან ორი მოხმარება საკმარისია, რომ ადამიანს უკვე სარისკო ქმედებებისგან უბიძგებს, ეს ერთი და მეორე სუიციდისგან უბიძგებს. და მოკლედ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის პრობლემას. და მესამე არის, რომ რეპროდუქციულ სისტემაზე აქვს დიდი გავლენა. ჩვენთან ძირითადად პაციენტები წვევიან ხოლმე რამის ესით, რომ იცოდეთ. ეს არის ის, რომ შვილი უნდა. იმდენად ნარკოტიკმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის რეპროდუქციულ სისტემაზე, ყავთ ულამაზესი მეუღლე, ყავთ ოჯახი, მაგრამ სამწუხაროდ ის შვილოსნობის პრობლემა არის ნარკოტიკების მოხმარების შედეგად. ამიტომ ძირითადად უნალობას მიმართავენ ხოლმე აი ამ მიზეზით და არა იმ მიზეზით, რომ მართლა სწავლობთ რომ ნარკოტიკს ავალებო. ყველაზე ცუდია ის, რომ იმპოტენციამდე მიდის ეს ყველაფერი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აქ საინტერესო არის კიდევ ერთი ფაქტორი, ხო? ერთია რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, კლასიკურ ნარკოტიკულ ნივთიერებებს აქვს თავისი უარყოფითი ზეგავლენა და მერე თქვენც ახსენეთ რომ არის ძალიან ბევრი ჰიბრიდული ჯიშები, ხო? აი რა განსხვავებაა პირობითად თუ მოიხმარს ადამიანი კლასიკურ ნარკოტიკულ ნივთიერებას და მოიხმარს ჰიბრიდულ ნივთიერებას და აი ეს სხვაობები როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რამ გახადა ჰიბრიდული ჯიშები საჭირო მომხმარებლებისათვის. აქ მოდი ცოტა ხანი მარიხუანას მოვშორდეთ და ცოტა სხვა კუთხით განვიხილოთ. ახლა არის კლასიკური ნარკოტიკები და არის ეგრეთ წოდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც შეიქმნა აი მსგავსი უკვე რაც ქონდა ჩვენი ბაზა ნივთიერებების ხარჯზე, მაგრამ დაემატა პლუს სხვადასხვა ქიმიური მინერალები. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ გაიზარდოს მათი ფსიქოაქტიური ეფექტი. თავარი მიზანი იყო ეს, რომ ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ ეს ეიფორიაგოსტებული კაიფი და უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ ამ ყველაფრისგან. რეალურად ეს სიამოვნების მომენტი არის დამღუპველი, ხო? ადამიანები რატო იწყებენ მოხმარებას? იმიტომ რომ თავიდან ეს ყველაფერი ძალიან კარგია. თავიდან ის კაიფის განცდაც აქვთ, ის სიამოვნებაც აქვთ, იქ თუნდაც კომუნიკაციის უნარი და სურვილი და მოთხოვნილება გაზრდილი, იქ კლუბებში თქვათ, ხო, მუსიკა უფრო უკეთ აღიქმება, უფრო უკეთ ცეკოვანი, უფრო უკეთ არიან გარემოსთან ინტეგრირებულები, იმიტომ რომ ბევრი ემპათოგენი გვაქვს ჩვენ და ეს ყველაფერი ზრდის ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილს, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის მიმზიდველი მხარე ნარკოტიკისა. თუმცა ის იმდენად მიმზიდველია, რომ ხანდახან გადაწონის ხოლმე მის ნეგატიურ მხარეებს და ამიტომ ხდება რეალურად მოხმარების დაწყება. რაც შეეხება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ეს არის დღეს საქართველოში უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ ამას სამწუხაროდ უკვე კლინიკები ვეღარ მკურნალობენ და ვეღარნაირ წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაძლევს ჩვენ არა მხოლოდ ნარკოლოგიურ, არამედ ფსიქიატრიულ პრობლემას. ანუ ხდება მოხმარება თქვა ალფა-პერიზდობული მეფედრონის და იწყება უკვე ორსავე მოხმარების მერე ჰალუცინაციები, ადამიანი ხდება აგრესიული, აქვს აგიტაცია, გონია რომ ვიღაცები მოდევენ, გონია რომ ვიღაც უნდა გაექცეს, იქ თვითკვლავებისკენ არის მიდრეკილება, ასევე წინ წამოსული და ასეთი პაციენტი რომ მოათავსოთ ნარკოლოგიაში შეუძლებელია, იმიტომ რომ იმას უკვე ფსიქიატრი ჭირდება. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს ორი სფერო არის გამიჯნული. ეს კიდევ ერთი პრობლემაა ევროპაში და ამერიკაში ეს არ არის, იქ არის საერთო სფერო, არის ფსიქიატრია და იქ არის მე ალექტროლოგია ცალკე გაყოფილი. ჩვენთან სამწუხაროდ არ გვაქვს კლინიკა, სადაც ვმკურნალებთ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით პაციენტს. ხდება შემდგომი უწევთ რომ ადამიანი დააწვიონ ფსიქიატრიულს, სადაც ლომკის ჭალებში მოხსნა წარმატებულად არ გამოდით და შემდგომ უკვე გადმოიყვანონ თქვა ნარკოლოგიურ კლინიკაში. მაგრამ აი ამ სიმპტომების მოხსნას ამდენად მართვა ეს კიდევ ცალკე საკითხია. და მეორე არის კიდევ საკითხი ის, რომ ადამიანს არ აქვს სურვილი მკურნალობის და ამ დროს იძულებით მკურნალობა ხდება საჭირო, რომელიც ასევე საქართველოში ნებადართული არ არის. ასე რომ ხდება ეს პრობლემა უკვე გადაუჭრელი. საინტერესო. საინტერესო. თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? მესმის რომ ესე იგი ფსიქოლოგები და ნარკოლოგები ერთად მუშაობენ, ეს ერთი გავიგე. მეორე საკმარისია თუ არა სარეაბილიტაციო ცენტრების საქართველოში და რა უნდა გააკეთოს? პირველ რიგში პრევენციის საუკეთესო ეს არის ინფორმაციის ხონა. დღეს ადამიანებმა არ იციან რას მოიხმარენ. ნუ ბაზარი უკონტროლო, ახლა ამას ნამდვილად ვერ დავავალებთ ვერავის რომ ყველანაირი ნარკოტიკერი აკონტროლონ და ყველანაირი აბი იყოს შემოწმებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ ის თუ რას ვიღებთ. ანუ ჩემი საუბრის ამ თემაზე მიზანი თავიდანვე იყო ეს რომ ადამიანებმა გაიგონ მეტი, იმიტომ რომ ადამიანები მოდიან თუნდაც კლინიკაში და არ იციან რას მოიხმარენ. აი რაღაც ყვითელი აბი იყო, რაღაც ვარდისფერი აბი იყო.
არ კითხულობენ რას იგებენ. მეორე არის მომენტი, რომ კი ბატონო შეიძლება იკითხონ და ეგონოთ, რომ ობერტული არ მიიღეს, მაგრამ დაბინძურებული იყოს ესების სხვა აბსოლუტურად სხვა ნივთიერებით და ამან უკვე ლეტალური გამოსავალიც მოხდეს. ანუ პირველი პრევენციის საუკეთესო გზა ეს არის ინფორმირებულობა. აუცილებლად ეს უნდა დაიწყოს სკოლებიდან. უნდა დაავალონ ჩვეულებრივ ექიმებს, რომ სკოლებში შევიდნენ, სკოლების კარებიც უნდა გაუხსნან ამ ექიმებს და მოსწავლეებს, ანუ ყველაზე პატარა, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ესაუბრონ ნარკოტიკებზე, რომ ბავშვებმა იცოდნენ, თუნდაც სწავლენ კლუბში, კი ბატონო, ჩვენ თვითცურავს ვერ დავუქნებთ და არ ვიტყვით, რომ ეს არ გააკეთო, კლუბში არ წახვიდი, არ მოწიო, არ მიიღო რამე ნივთიერება, მაგრამ უნდა იცოდეს რას იღებს. ანუ მე რო უკვე ეს მისი არჩევანია, მე ვიცი ამ ნივთიერებას რა მოყვება, მაგრამ ეს უკვე ჩემი გაწყვეტია, მე მას მივიღებ თუ არ მივიღებ. ანუ პირველი გზა არის ეს, პრევენციის საუკეთესო გზა არის, რომ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია სწორი. და ძალიან დიდი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში დოზირების რისკი არის ძალიან მომატებული. მთავარი ნივთიერება აქ არის ფენტანილი, ეს არის საკმაოდ ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის გარეული უამრავ სხვა ნივთიერებაში და არის სამწუხაროდ ძალიან რთული გამოსავალი ნივთიერების მიღების შემდგომ. ეს ცალიციან ადამიანებმა არიციან როგორ მართონ, ერდებიან 112-ში დარეკვას. გონიათ რომ მოვა პოლიცია, გონიათ რომ დაიჭერენ. აი ეს არის უბრალოდ ჩემთვის როგორი გაუგებარი ვერ აღწე. ადამიანი შეიძლება კვდება და ამ დროს შენ ფიქრობ იმაზე მე 112-ში დავრეკო თუ არა. ეს არის უბრალოდ აბსურდული რამ. აუცილებლად უნდა დარეკონ, აუცილებლად უნდა აღმოუჩინონ პირველი დახმარება და არის ესეთი მედიკამენტი, მინდა ვახსენო, ნალოქსონი, ეგრეთ წოდებული ნარკანი, რომელიც უნდა კონდეს თან ყველა ადამიანს, ვინც მოიხმარს ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატებს. ეს უნდა იყოს კლუბებში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ იქ არავინ არ იცის რა მოხდება. ნარკანის გაკეთება კუნთში ეს არის პირველადი დახმარების საუკეთესო გზა, რომ ადამიანი მივიყვანოთ შემდგომ უკვე მკურნალობამდე დაველოდოთ ასწრაფოს მოსვლას და მე უკვე ისინი თავისთავად დაეხმარებიან როგორც საჭიროა ისე. აი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ძალიან დიდ ნაწილს ადამიანებისა სამწუხაროდ არ აქვს. ამიტომ ჩვენი პირველი დანიშნულება უნდა იყოს ეს, რომ ეს ინფორმაცია ადამიანებამდე მივიტანოთ მაქსიმალურად. მეორე არის ის, რომ არ არის საჭირო რაოდენობის სამკურნალო დაწესებულებები, ხო? კლინიკები. სახელმწიფო ნარკოლოგიური კლინიკა გვაქვს ერთი, ქავთარაძეზე, ყველასთვის კარგად ცნობილი. დანარჩენი არის რამდენიმე კერძო კლინიკა, სადაც თანხები მკურნალობისა საკმაოდ მაღალია, არ არის დაბალი და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. არის დაფინანსების პროგრამები, მაგრამ ახლა ჩვენს კლინიკაში მაგალითად თვეში დაახლოებით 4-5 პაციენტია მართ დაფინანსებული და შესაბამისად რიგები არის ძალიან დიდი, რამდენიმე თვიანი. აი ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მეტად, ასე ვთქვათ, ყურადღება მიქცეული, რომ მეტი დაფინანსება ჩაიდოს მკურნალობაში. რაც შეეხება მერე უკვე რეაბილიტაციას, აქაც ძირითადად კერძო ცენტრები გვაქვს, ასევე საკმაოდ ძვირიანი და არახელმისაწვდომი და აქაც შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო, რომ იყოს რაღაც სახელმწიფო სარეაბილიტაციო ცენტრი და იყოს დაფინანსებული, რომ მეტ ადამიანს მისთვის საშუალება რეალურად დაადგეს ამ გამოსწორების გზას თუ კი მათ ეს მოინდომეს. აი თქვენ რო ელაპარაკეთ ახლა ეს ნაზრი მომივიდა ასეთი. რადგან ადამიანი არ აინფორმირებული, რადგან მაინც არაშობა დაიხმარს ამ ნარკოტიკებს, რადგან ასეთი ცხოვრება ამას ვერ გაიქცევი, რაღაცა დოზით რო სახელმწიფომ დაუშვას, ასე როგორც ეს დეკრიმინალიზაცია არის, ასეთ რაღაცა დოზით რო აკონტროლოს ეს, აი ამაზე რას ფიქრობთ, რომ რაღაცა ესეთი ნარკოტიკი იყოს, რადგან არსებობს ასეთი რაღაცა. იმიტომ რომ იმ ქვეყნებში სადაც დახვრეტა იქაც არის ნარკოტიკები და ვერ გავიქცევით ამას და რაც არ უნდა თვალე დავხუჭოთ, აი მე ვფიქრობ, რომ აი ამაზე რაღაცა ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, რომ რაღაცა დოზით იყოს რაღაც ნარკოტიკები. მე მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს, მე არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ამას აქვს რა თქმა უნდა ერთი დადებითი ვარიანტი, რომ ეს მიწის ქვეშ აღარ იქნება და ამოვა ზედაპირზე და ცოტა უფრო სანქცირებული იქნება, მაგრამ ისევ და ისევ ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე ჩვენ რა ვიცი სიყვარულიც ზედმეტი ვიცით, მტრობაც ზედმეტი ვიცით, ზრუნვაც ზედმეტი ვიცით და ნარკოტიკების მოხმარებაც სამწუხაროდ ზედმეტი ვიცით შესაბამისად ხო. მე არ ამგონია რომ ქართული საზოგადოება მზად იყოს ამ ყველაფრისთვის 50 წლის შემდეგ დაგეთანხმები რომ მე გაუცილებელი ვიხდი მე რატო ვიძახი ამას და რატო ვამბობ ახლა ხან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა არ კონდა ბევრი ფული რაღაცა იაფასიანი როგორც ესეთი შორგონულის 17 ლარად დოზას იყიდი გასაგებია რა ეს ნიშნავს და იმ დღეს თურმე სამი ადამიანი ასე გარდაიცვალა როგორც მაგ ხოდა აი ასე რა რეალურად ჩვენ რომ შევთავაზოთ რაიმე შედარებით ჯანსაღი ალტერნატივა ჯერ ეს ჯანსაღი არ არსებობს სამწუხაროდ ესეა ნარკოტიკი და იწვევს მაინც დამოკიდებულებას იწვევს
მაინც მიჩვევას და თან აბსოლუტურად ვეთანხმები იგას, რომ ქართველი ადამიანის ბუნებაში ეს მგონია ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ არც ის ჩვენ მაგალითად ახლა დღეს საქართველოში არის შემოსული, გვაქვს ეს თირა მიკროდოზები, ეს არის სოკოების მიკროდოზები, რომელიც არ არის არანაირად ნეგატიური ეფექტის მქონე, დამხმარე საშუალება ბევრი სხვადასხვა ეფექტისთვის. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ადამიანმა ქართველმა კაცმა იყიდეს მიკროდოზების მთელი ერთი შეკვრა სახლში უდევს და მართლაც მიკროდოზა მიიღო, ანუ დღეში მიიღო მარტო ერთი აპი, თქვათ პირობითად, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ კარგად ვიცი, ჩემ პაციენტებს ვიცნობ, ანუ მათთვის ეს ერთი აპი მხოლოდ დღეში მიიღება ფიზიკურად არ არსებობს. რეალურად ბევრი მედიკამენტია, ხო, თუნდაც ლირიკა მაგალითად, რომელიც შეიძლება კი გაიხმარო და დღეში ერთი აპი მიიღო, მართლა ის მომენტი გადალახო რაღაც მდგომარეობები გახყვეთ, მდგომარეობა ოპიოდური თუნდაც, ხო, მაგრამ აი საქმე და პრობლემა იგაა, რომ იმ ერთ აპზე ადამიანი ვერ ჩერდება, განსაკუთრებით ქართველი ადამიანი. მოდი შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენ ვურჩიოთ იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად არიან კლუბში და მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ცოტა მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ იმ პრეპარატთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ, აფთიაქში შეძენა თუ არის შესაძლებელი, როგორ უნდა მოხდეს ამის გამოყენება და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეს ნარკანი. ეს ალბათ უფრო ვინც არის მეკოტრონე კლუბების იმათვის არის ინფორმაცია. ამაზე არის ხოლმე ნუ იყო შემთხვევები, როცა კლუბებში დეტალურად დამთავრდა არაერთი ნარკოტიკის მოხმარება, რამდენიმე თვის წინ იყო ეს შედარებით უფრო ფართო მასებში გავიდა ეს ინფორმაციაც. აი ეს კიდევ ერთი პრობლემაა სხვა შორის, ეხლა მინდა უბრალოდ გავამახვილო, რომ ამაზე არ ხდება საუბარი ტელევიზიებში, სოციალებში, ანუ ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპა, ნუ გადმოვარდა ბჭყალებში ამადამ სართულიდან, მე მესმის, რომ ნებისმიერ მშობელის ძალიან დიდი ტრაგედია და არ უნდა ამაზე საუბარი, არ უნდა ამაზე საუბარი, რომ ის შვილი იყო დამოკიდებული, მაგრამ ამით ხო სხვადასხვა დასეხმარება ეს ადამიანი. ანუ ამაზე ხმამაღლა საუბარი არის საერთოდ აუცილებელი, გვაქვს საუბარი ჩვენ, ანუ შემდგომი თაობის გადარჩენაზე უკვე. ამიტომ კლუბებს რაც შეეხება, აი იქ აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული პირველადი დახმარების მედიკამენტები, როგორც არის მაგალითად ნარკანი. პირველ რიგში კიდე განმეორდები, რომ სასწრაფოს ვიძახებთ, არ ვერიდებით, არ გვეშინია, ანუ 112-ის აკრეფა არ არის რაიმე საერთო მოქმედება, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ ამ დროს ადამიანს ვეხმარებით გადავარჩინოთ მის სიცოცხლე. რაც შეეხება ნარკანს, ნუ ამერიკაში ძალიან კარგი ფორმა არის ნაზალური სპრეები, ანუ შეუძლია ცხვირში სასხურებელი სპრეი, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება ყველა ადამიანს ჰქონდეს. ჩვენთან თანამწუხარად ეს მედიკამენტი ამ ფორმით არის ჩვეულებრივ ამპულის სახით. და უნდა მოხდეს მისი გაკეთება კუნთში, სადაც მოგიხერხდებათ, იქნება მკლავზე, ნუდულა კუნთზე, ახლა ამასთან არსებითი მნიშვნელობა და კიდევ ერთი მომენტი. ჩვენ შეიძლება არ ვიცით ადამიანი რას მოიხმარს, არის ოპიოდების მოხმარება თუ არა, მაგრამ ფენტანილი, რომელიც არის ინდეზური ოპიოიდი, გარეულია ძალიან ბევრი ნივთიერება. შეიძლება თქვენ გონიათ, რომ მიიღეთ რაღაც სტიმულატორი, მაგრამ ფენტანილია გარეული, ამიტომ ნარკანის გამოყენება მაინც არის პირველი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენება. ანუ ეს უნდა კონდეს ადამიანთან, რომელიც მოიხმარს ოპიოდური ჯგუფის ნარკოტიკებს და ასევე შესაძლოა შეხება კლუბებთან და კლუბშიც თუ ამას მეპატრონეები მოახერხებენ რომ იყოს ხელმისაწვდომი, იქნება ძალიან კარგი. ესე იგი, ადამიანები იყოს ალერგიული, ალერგიული ამ შემთხვევაში არის. ეხლა რა ზედოზირება როგორ უნდა შევამჩნიოთ ადამიანს ოპიოდური. ანუ პირველი ყველაზე დამახასიათებელი ეს არის თვალის გუგები უვიწროვდება ძალიან, ანუ ხდება წერტილივით, ანუ ამ დონეზე იწყება ციანოზი, ანუ ულურჯდება ტუჩები, განსაკუთრებით თითებიდან იწყება, არის მიდის ნანოგონო მდგომარეობისგან ცნობიერება არის დაბინდული, ანუ ამ დროს ნარკანი პირველ რიგში, მაგრამ მაქსიმალურად ველაპარაკებით, ვესაუბრებით, გამოვყავს კლუბიდან ხმაურიანი გარემოდან, ნუ თუ კი რაიმე არის პირისხროში უნდა გამოთავისუფლოთ ეს პირისხრო და არ მივცეთ დაძინების საშუალება, არ მივცეთ მოდონების საშუალება. ვიდრე სასწრაფო მოვა, იქამდე უნდა გამოვაფხიზლოთ მოკლედ მაქსიმალურად. და კიდევ ერთი მომენტი, ამ ნარკანს რო ჩვენ ვიყენებთ, მას აქვს ხანმოკლე მოქმედება. ანუ ერთხელ გამოვაკეთე ადამიანი დავტოვე, ესეც გაწირვა ადამიანის, უნდა დავაოდო დაახლოებით 9 საათი, 1 საათი მაინც და შეიძლება მეორედ გაკეთება გახდეს საჭირო. ამიტომ ეს ხანდახან სასწრაფოსაც შეიძლება შეეშალოს გაუკეთონ ადამიანს ბინაზე ნარკანი, შემდგომ წავიდნენ, გააგრძელონ მათ საქმიანობა, მაგრამ ეს ერთხელ გაკეთება საკმარისი არ არის. შეიძლება დაგჭირდეს მეორე დოზაც. ამიტომ 9 საათი, 1 საათი მაინც ამ ადამიანთან ვრჩებით, რომ მაქსიმალურად დავინახოთ, რომ ფეხს დადგა და გადარჩა ეს ადამიანი და არ გავწიროთ. ჩვენი კამერტონის ზოგადად იდეა არის რა ამ შემთხვევაში და ამაზე მიმართვაც გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს რომ მივიდეს სარეაბილიტაციო ცენტრში, იმის გამო რომ
მათ არ იციან იქ რა პირობები დახვდებათ და არ იციან იქნება თუ არა ბრჭყალებში ვინმე მათი პატრონი. ჩვენ გამერდონი საქართველოს სამსახურში ყველა ამ ადამიანს მოუწოდებთ, რომ თუ ეს არის მათთვის შემოფერხებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი, ჩვენ ვიქნებით მათი შველელები ამ შემთხვევაში, თუ ვინმე მათ არასწორად დაჭაგრავს, ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს. და მოდით ახლა რჩევები მივცეთ, როგორია ეს ყველაფერი თქვენი თვალით თანახული, აი პირველ ეტაპზე იმედი მაქვს ერთი ადამიანი მაინც ამ ჩვენი დიალოგის და საუბრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ წავიდეს სარეაბილიტო ცენტრში. რა ეტაპები უნდა გაიაროს ამ ადამიანმა იმისათვის, რომ მივიდეს იქ და იმკურნალოს? პირველ რიგში ეს არის საკუთარ თავთან გაანალიზება იმისა, რომ ნარკოტიკამოკიდებულება ეს არის პრობლემა, ეს არის სამედიცინო პრობლემა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი დახმარება. ადამიანები ერიდებიან ნარკოტიკთან მისვლას, აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ ნარკოლოგიურ კლინიკაში არის ანონიმური მკურნალობა შესაძლებელი, ანუ თქვენ არსად არ ირიცხებით, არანაირ სიაში არ მოხვდებით, არ დაგიწყებენ მოძებნას, მოკლედ ამ კლინიკებში. შეგიძლიათ ანონიმურად დაწვეთ და იმკურნალოთ. პირველი ნაბიჯი ეს არის მკურნალობა. ძალიან ბევრ ადამიანს გონია და შეცდომით მიდიან ხოლმე პირდაპირ რეაბილიტაციაში. თქვენ თუ ჯერ არ მოიხსენით ფიზიკური ეს ახკვეთის მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული ლომკა, ხო? რეაბილიტაციაში თქვენ ექიმი, ანუ იქ არ არის ფიზიკურად, მედიკამენტები არ აქვს და იქ თქვენ ფიზიკურად, ანუ ფიზიოლოგიურ მომენტებზე ვერ დაგეხმარებიან. ფსიქოლოგიურად, ხა თამაშ დამოკიდებულებაც არის, ხო? ამ შემთხვევაში კი ბატონო. ანუ პირველი ნაბიჯი ეს არის პრობლემის გააზრება, მეორე ნაბიჯი ეს არის მისვლა უკვე ნარკოლოგიურ კლინიკაში. გვაქვს, როგორც ვეკითხარით, სახელმწიფო კლინიკა, გვაქვს არაერთი კერძო კლინიკა, ანუ კლინიკები დაწოლის საშუალება არის. მეორე ნაბიჯი ეს არის რა? მკურნალობის შემდგომ არ გქონდეს იმის იმედი, რომ მორჩა პრობლემა გადავჭერი. ადამიანი არ არის მანქანა, არც ნარკოლოგები ვართ პროფილაქტიკაში მომუშავე ხალხი, ანუ აქ არ არის ის მომენტი, რომ ადამიანი შევიყვანე, გამოიყვანე და всё კარგად არის. ძალიან ხშირად აი ახლობლებს აქვს ხოლმე მოლოდინი, რომ გამოვყავს კლინიკიდან პაციენტი და მაინც ბოლომდე ვერ გამოვაჯამრთელეთ. გამოჯამრთელება ამ მდგომარეობისა, როგორც ვთქვი, არ ხდება, ჩვენ აქ გვაქვს რემისიები, ამ პრობლემას ჭირდება მუდმივი მართვა. ამიტომ ადამიანი ორ კვირაში ისევ ისეთი გახდა, როგორც იყო, მსგავსი მოცემულობა არ არსებობს. ჯერ ერთი ისე არის დადგმული ჩვენს ტვინში ეს ჩვენი ნეიროტრანსმიტერები, რომ ამას თვეები უნდა, რომ აღდგეს მის საწყისი მდგომარეობა. და მესამე ნაბიჯი უკვე ეს არის რეაბილიტაცია. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ უკვე ფსიქოლოგიურ მომენტებზე ხდება აქ მუშაობა, იქ ყავთ ფსიქოლოგები, რომელიც 24 საათი მოკლედ მუშაობენ პაციენტებთან, იქ ყავთ ყოფილი დამოკიდებულები, კონსულტანტები, რომლებიც უზიარებენ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ დაანებეს თავი, უკვე წლები როგორ არიან რემისებში, როგორ უნდა შეინარჩუნონ სიფრისზე, ამიტომ რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისა. ძალიან საინტერესო იყო, აი მე მიმაჩნია, რომ პროფესიული პასუხები და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანის მიერ გაცემული პასუხები არა მარტო საინტერესო, არამედ კონკრეტული შედეგის მომტანიც იქნება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი თქვენი სტუმრობისათვის და ვისურვო, რომ კიდევ არაერთხელ იყოთ ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებებით ბევრი სიახლეები იქნება და პროფესიული პასუხების მოსმენა ყოველთვის საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით ჩვენი აუდიტორიის წინაშე და უფრო პირნათელი ვიქნებით თუ სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანები გასცემენ მათ პასუხებს. მეგობრებო, თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოგვისმინოთ. ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება, რაც შეიძლება იყოს თქვენი ინტერესის ობიექტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. ასევე გირჩევთ, რომ თუ კითხვები გაქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მოგწეროთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკომენტაროთ. მომავალ შეხვედრამდე მადლობა.